ეს გადაცემა მონატრების სფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, ადამიანი, რომელმაც ქართველ ემიგრანტებს და არა მხოლოდ მათ შეაყვარა თავი. ის ჩვენ გავიცანით Voice-დან, თუმცა ჩემს დღევანდელ გადაცემის სტუმარს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ის იყო ემიგრაციაში, გაგიკვირდებათ და საკუთარ დაბადების დღეს ავიალაინერში შეხვდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადაცემა მონატრების სფერების სტუმარი გახლავთ მომღერალი დოდონა ნამორაძე. გამარჯობა დოდონა, მადლობა რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად გამონახედრო და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, კარგ საქმეს აკეთებთ და მიხარია თქვენთან ყოფნა. უფრო ახლდა რომ გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს შენი თავი. უამრავი ინტერვიუ გაქვს წარმოდგენილი, მაგრამ დღეს ჩვენ გვექნება განსხვავებული ის, რაც აქამდე არსად არ გითქვამს. უფრო ვრცლად შევეხებით Voice, რომლითაც მოკლედ მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, მთელი ემიგრანტეთი გულშემატკივრობდით. დავიწყოთ თავიდან, როდის დაიბადე და შემდგომ იყო ძალიან მალე ემიგრაცია ფილიპინებში. დავიბადე 2001 წელს და დავიბადე კახეთში. ამიტომ მე ვამბობ ხოლმე რომ ვარ კახელი, მის მიუხედავად რომ მამაჩემი არის თბილისელი და დამყავს კახელი. და გულით, სულით, დაბადებით და პირადი ნომრით ვარ კახელი. ჩემი ემიგრაცია მე ემიგრაციას ვერ აღვიქვა მამას, იმიტომ რომ ბაში ვიყავი ძალიან პატარა. ახლანდელი გადმოსახედით ნამდვილად იყო. ვიყავი 10 წლის და 11 წლის გავხდი თვითმფრინავში, როდესაც გავფრინდით ფილიპინებზე. ჩემი მშობლები დოქტორანტურაზე სწავლობდნენ და ვიყავი იქ 16 წლამდე. ჩამოვედი აქ და მალევე გავხდი 17-ის. ანუ 6 წელი ვიყავი ფილიპინებზე. როგორი იყო შენი ემიგრანტული ბავშვური ცხოვრება უცხო გარემოში? ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც მშობლიურ ენას ქართულს განიმტკიცებს ბავშვი. შენ უცხო გარემოში აღმოჩნდი და გადაცემის ჩაწერამდე მითხარ, რომ ფილიპინური ცოტა მავიწყდება. ფილიპინური მავიწყდება უკვე კი. თან ჩვენ ისეთ კამპუსი აღმოჩნდით, სადაც 66 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ სტუდენტები ჩემი მშობლების ჩათვლით და ამიტომ ინგლისურად იყო ყველაფერი. ძალიან გამიჭირდა, ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი, აი hello ვიცოდი მარტო. და რომ ჩავედით, მალევე ესე დამეწყო ეს ნოსტალგია ჩემი სკოლის, ბავშვების, კლასელების მიმართ. სულ ვურეკავდი ხოლმე აქაურ ჩემ კლასელებს და მალევე ავით ენა სხვათა შორის ინგლისური, მერე უკვე პირიქით იქიდან წამოსვლისას ვქონდა ეს შეგრძნება, რომ ემიგრაციაში მივდიოდი საქართველოში, იმიტომ რომ მაშინ ეს 11-დან 16 წლამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი, სადაც ყალიბდება ბავშვი უკვე სხვანაირ შენს მეს პოულობ პერსონას და აი ეგ დამემართა აი რაღაც მძიმედ მახსოვს იქიდან წამოსვლის და აქედან წასვლის პერიოდიც, მაგრამ დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ბედნიერება არის, როდესაც ამ ხელა კულტურას იცნობა ადამიანი, როგორ ვთქვა, კენიელი მეგობარიც ვყავს, ინდოელი მეგობარიც ვყავს, მალაიზიელიც, ინდონეზიელიც, აი ყველა ქვეყნიდან ვყავს ერთი მეგობარი მაინც და ეს ძალიან დიდი ბედნიერება ამ ამბავში, მაგრამ მახსოვს ჩამომიტანეს ჩემმა მშობლებმა, გამოაგზავნინეს ბატონი ვაჟა აზარაშვილის, ჩვენ დიდი მაესტროს ნოსტალგია. და მამა მითხრა რომ ააწყეო და ეს იყო ხელწერილი ნოტები. როდესაც ვისწავლე და პირველად დავჯექი რომ დამეკრა, მარტო ვიყავი სახლში. ვიყავი ალბათ 13-14 წლის უკვე 2-3 წლის ჩასული. მახსოვს რომ ავტირდი დაკვირსას, აი ეს ნოსტალგია მე თვითონ შემეხო საქართველოს და მომენატრა. არა და ძალიან რთულია, როდესაც ბავშვს ესეთ პატარა ასაკში გაქვს საქართველოს მონატრების, ან ქვეყნის მონატრების შეგრძნება, ეგ მქონდა. ჩვენ ხა ჩემი ძმა პატარა იყო ჩემზე 4 წლით და ჩემმა ძმამ პრაქტიკულად აი დაიწყო დაკარგვა ქართულის და ჩემმა მშობლებმა ეს რო გაიაზრეს, აგვიკრძალეს ჯარიმა იყო სახლში დაწესებული. ინგლისურად არ შეიძლებოდა საუბარი, მხოლოდ ქართულად. გამოაგზავნინეს აქედან სკოლის წიგნები, წერაში, ყველაფერში დღეში 1-2 საათი მაინც და გვემეცადინონ და გვეკითხა. ჩემმა მშობლებმა შეგვინარჩუნეს ორივეს ქართული ენა. დღემდე ახლა ჩემი მშობლები ამერიკაში არიან, ჩემი ძმაც იქ არის და სახლში მხოლოდ ქართულად საუბრობენ. ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ, მაგრამ მე საქართველო ისე მიყვარს, რომ ძალიან მიჭირს კიდევ დატოვება, ამიტომ არ გავყევი ჩემებს ამერიკაში, დავრჩი საქართველოში. დოდონა, როგორი ფერი აქვს მონატრებას? გამჭვირვალე, ალბათ.
იმიტომ რომ ვიღაც რო გენატრება, უფრო გამჭვირვალედ ხედავ ალბათ ყველაფერს. ბევრი ფიქრი არ დამჭირვები ალბათ, რო დავფიქრდი და უფრო სხვა ფერს წარმოვიდგენ, მაგრამ უფრო ალბათ გამჭვირვალე. როდესაც ბრუნდები საქართველოში, უკვე როგორ იწყება შენი ცხოვრება? საქართველოში ჩამოსვლისას, როგორც არ ეცადნენ ჩემმა მშობლებმა, რომ ქართული შემენარჩუნებინა, მაინც ქონდა ერის ცოტა ბარი, ცოტა. კი, აი ვთარგმნიდი ინგლისურად ქართულზე. მაგალითად, ხო გვაქვს გამოთქმა play the piano. ქართულად არის პიანოზე დაკვრა, მაგრამ მე ვამბობდი პიანოზე ითამაშე. აი ეს play-ს თარგმნიდი პირდაპირ. კი, და აი ესეთ რაღაცებში მქონდა პატარა ბარიერი. მე სკოლაში მქონდა დიდი პრობლემა ამაზე, იმიტომ რომ მე მიჩვეული ვარ სულ 10-იანებს, არ მქონია ამაზე ნაკლები ქულა, არც ფილიპინებზე არც აქ. და უცებ შევდივარ სკოლაში, მესაუბრებიან ჩემთვის უცნობი ტერმინოლოგიით, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. და ხვდები რომ არაფერი არ ვიცი და მიწერენ 6-იანს. ეს იყო ჩემთვის უდიდესი დარტყმა ფსიქოლოგიური პირველი 6-იანი. ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც 6-იანის გამო მშობლებმა სახინკლეში წაიყვანეს აღსანიშნავად. მაგრამ მალევე, ერთი თვეც ვერ გავწელი მე ქართულ ენოვან სკოლაში, ძალიან დავისტრესე. პატარა დეპრესიები დამეწყო და გადავედი ინგლისურ სკოლაში, საქართველოში. შემდეგ, რა თქმა უნდა, ქართველები ბევრი იყვნენ და ქართულად მიწევდა საუბარი, აღვიდგინე უფრო კარგად ეს ტერმინოლოგია, მაგრამ სკოლის გავლა მაინც ინგლისურად ინგლისურ ენაზე მოგიხდა. კი, და შემდეგ უკვე უნივერსიტეტიც ინგლისურად დავიწყე. როგორც ამბობ, 6 თვისას დაგიწყია, ხო, წავიღინება სიმღერასთან კონტაქტი? 10 თვის. კი, 10 თვის ვიყავი, ჩემი მშობლების გადმოცემით, მე ნამდვილად არ მახსოვს ეს ამბავი. ის მელოდია იყო. და ის მაკდონალდსი მამაჩემმა უბრალოდ წამიღიღინა და მე გამიმეორებია ეს. მაშინ თქვეს რომ ეს მუსიკოსი დადგებაო, თან ჩვენ მთელი ოჯახი მუსიკოსების ოჯახი ვართ. ბაბუაჩემი ვიოლაზე უკრავდა ალტზე, თბილისის ორკესტრში. ბებიაჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო, მამაჩემი კლარნეტისტია და ესე მოვყვებით და ძალიან უნდათ რომ გადმოგეცა მუსიკალური ნიჭი. კი, და პიანისტი უნდათ ძალიან რომ გამოსულიყავი, 12 წელი მაქვს დამთავრებული მე ფორტეპიანო. და ვოკალიც, როდესაც მიხვდნენ რომ მქონდა ამის ნიჭი, ოპერა უნდათ ძალიან ჩემთვის. და წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როდესაც დამინახეს ქუჩაში. აი ქუჩის მუსიკოსი, როგორ აღმოჩნდი ქუჩაში? ქუჩაში აღმოჩნდი ძალიან სასაცილო ისტორია. მოგიყვები ახლა ამ ისტორიას. მე და ჩემი დაქალი მოვდივართ მშვიდობის ხიდზე, გავიარეთ ერთხელ, გავიარეთ მეორე და ისეთი სასიამოვნო ჰანგები მესმის, რომ გავჩერდით, დავსხედით, იქ მშვიდობის ხიდზე პატარა ის არის ჩამოსაჯდომი ადგილია, იქ ვზივართ და ხვდები რომ გავიდა 2 საათი. მეორე დღეს მოვედით, ისევ გავიდა 2 საათი, 3 საათი, 4 საათიც გვისმენია. მე დამჩებს დაქალს და ვგრძნობ როგორ ითიშება სამყაროში ჩემს გარშემო და უსმენ ამ მუსიკას. მღერო და იოსებ ახალკაციშვილი, ჩემი უკვე ძალიან ახლო მეგობარი და ერთ დღესაც რაღაცა მომინდა რომ მეც მემღერა. და მივედი და სოსე მეთქი ვიქნებ დამიკრა უკვე დამეგობრდით ამ დროს. და უთხარი 4 აკორდია სულ ამ სიმღერაში, არ ვიცი იცით ალბათ feeling good. Birds flying high, you know how I feel. და მახსოვს რომ ამ დროს, როდესაც მე ეს ვიმღერე, ხალხი გაჩერდა, თვალი ყოველთვის ახუჭული მაქვს ხოლმე ქუჩაში და რომ გავახილე, გარშემო იყო უამრავი ხალხი. და აი მანდ ვიგრძენი რომ ეს არის ნამდვილი სცენა. აი ხოლმე ვარ სცენაზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვინც ახლა მოდიან, ჩემს შემფასებლები ნამდვილად მსმენელი. კი, ნამდვილი მსმენელი მოვიდა, ვისაც იმის გამო უნდა გაჩერება, რომ მე ვნახოს და მე მომისმინოს. აი მაგის მერე ალბათ 4 წელი კვირაში 5-6 დღე მაინც გამოვდიოდი 3-4 საათით მღეროდი და ეს იყო ჩემი განტვირთვა ხელოვნებასთან. 6 სიმღერა ცოტა რომ წაგვიღიღინო და ტელეეკრანებთან ჩვენც გავაჩეროთ მაყურებელი. ძალიან მიყვარს ეს მიუზის ვერსიაც, მაგრამ ნინა სიმონის ვერსიაც ძალიან მიყვარს. Birds flying high, you know how I feel. Sun in the sky, you know how I feel. Breeze drifting on by, you know how I feel. It's a new dawn, it's a new day, it's a new life for me, and I'm feeling good. მართლა გაჩერდა აი ახლა სამყარო შენს ირგვლივ რომ უბრალოდ მოგისმინოს და დატკბეს შენი
შემიძლია თავმა თქვა, არა ამ ქვეყნიური ძალიან ტკბილი ხმა გაქვს. მე ყოველთვის მინდოდა ახლოდან გამეცანი, იმიტომ რომ ტელეეკრანებიდან მყავ მოსმენილი და მეთქი მექნება თუ არა იმის საშუალება, რომ აი ესე ახლოდან მოვუსმინო და მადლობა მოკლედ ჩემი გადაცემის პროდიუსერს, რომ მომეცა შესაძლებლობა ქალბატონ ლიგიას, რომ აი ახლა გადაცემის გადაცემაში სტუმრად მყავს დოდონა ნამურაძე და აი ესე ლაივში მოგისმინე, ძალიან მაგარი იყო. მადლობა შენ ამისთვის. უღრმესი მადლობა. დოდონა, გადავინაცვლოთ, შემდგომ უკვე იწყება კონკურსები, ფესტივალები და პირველი რაც იყო საქართველოში ეს იყო X Factor-ი. კი. როდესაც ვიყავით 16 წლის, გადავწყვიტე რომ მიმეღო მონაწილეობა ქართულ და პირველად მივიღე სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა X Factor-ში. მაშინ 17-ის გავხდი შესარჩევ კონკურსზე, პირველივე ტურში. და მოხვდი არა ბავშვების, არამედ უკვე გოგოების ჯგუფში. ყველაზე პატარა ვიყავი, ზუსტად ერთი დღე იყო განსხვავება. კი, ბავშვებში და გოგოების ჯგუფში მოხვედრის ძალიან დიდი გამოცდილება იყო პირველი ჩემი სცენაზე დადგომზე. ზუსტად ეს სიმღერა ვიმღერე, წეგან რაც მოგესმენეთ, მაშინ პირველად სცენაზე ეს სიმღერა ვიმღერე. ქართულ აუდიტორიის ტელეეკრანები. ხო, ოღონდ ჯერ არ ვიყავი ქუჩის მუსიკოსი. ჯერ არის. ეს იყო ჩემი პირველი სიმღერა და მახსოვს აი ეს შეგრძნება, რაც აი სახლში ვარ. სცენაზე რომ დავდექი სახლში ვარ და მამამ მკითხა, არ ინერვიულეო, საერთოდ არ ვინერვიულე. მართლა აი ეს ხო არის ისტორიები, რომ აი კანკალებენ და ნერვიულობენ. მე სახლში მივედი სცენაზე რომ დავდექი. და ეგ მომენტი მქონდა. ამის შემდგომ, ანუ მეორე შესარჩევ კონკურსში, როგორც იყო დატოვე თვითონ კონკურსი. კამის კონკურსზე ბოლო ავდექი მაშინ. პატარა ვიყავი. საერთოდ არ მაქვს ის მომენტი, რომ აი რატომ გამომიშვეს და ეს არ მაქვს. იმიტომ რომ ვიყავი პატარა, შედარებით კარგად მღეროდი ჩემი ასაკისთვის, მაგრამ მოსაგებად ნამდვილად არ მქონდა მაშინ საქმე. ამის შემდგომ მიდიხარ უკვე ისრაელში, სადაც უკვე კონკურსი იგებ. ალბათ უფრო ვრცლად რომ გვიამბო, როგორ აღმოჩნდი მოკლედ საქართველოსდან ისრაელში კონკურსზე, სადაც მოკლედ როგორც ყოველთვის ასახელე საქართველო. ჩავედით, დაგვხვდა 200 კონკურსანტი. სოფლიო ფესტივალი, საერთაშორისო. 12 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იყო 200 მონაწილე. მე ვიყავი ერთადერთი ქართველი. საქართველოსდან. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მე ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი. იმის მიუხედავად, რომ ეს ასე არ იყო, ქვეყნებს არ გამოუგზავნიათ ეს მონაწილეები, უბრალოდ მე მქონდა ეს მომენტი. უნდა გვემღერა ერთი ეთნიკური სიმღერა, ანუ შენი ქვეყნის სიმღერა, ერთი ჯაზი და ერთი პოპი. ქართული რომელი იმღერე? ქართული იმღერე იაგუნდი. იაგუნდი დალალიო, იყოს შეზალიო. ეს სიმღერა ვიმღერ და მახსოვს პირველი ამ სიმღერით გამოვედი. მეცვა წითელი კაბა ჩოხის ნიუანსებით და რომ დავიწყე სიმღერა, რომ გამოვედი. მახსოვს რომ იქიდან მესმის ჯორჯან. ანუ ყველა იცნო რომ ქართული იყო ეს ჩემი კაბა და მომეცა ეს ძალა. ვიმღერე. შემდეგ მეორე სიმღერა უკვე ჯაზი იყო Etta James's At Last my love has come along. ესეც ვიმღერე და პოპი ვიმღერე, ისე feeling good-ი რაც X Factor-ში ვიმღერე. feeling good-ი არის შენი წარმატების ფორმულა. მოკლედ ამ სამი სიმღერის შემდეგ იყო უკვე ფინალში გადასვლა. ანუ ამ სამ სიმღერაზე გაძლევდნენ scores, შეფასებებს და მე გადადიოდი, ან ვერ გადადიოდი ფინალში. ფინალში სულ 10 ადამიანი გადადის 200-დან. მადლობა ღმერთს, რომ გადავედი. აი ეს მომიყევი, როცა გაცხადებენ, რომ აი იცი 200 კონკურსანტია, ანუ კონკურენცია არის მაღალი და უცბად აცხადებენ, რომ დოდონა ნამურაძე გადავიდა. სხვათა შორის არ გამკვირვებია. აი რატომღაც მქონდა ის მომენტი, რომ კარგად ვიმღერე, ყველაფერი კარგად არის. თან ვგრძნობდი აი იმ პოზიტიურ vibes, როგორც ვეძახით, ან აურას ადამიანებისგან. 8 ჟიურის წევრი იყო და მიღიმოდნენ, ანუ უკვე დასასრული რომ იყო მიღიმოდნენ რაღაც და მივხვდი რომ აქ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ფინალში გადავდივართ. ფინალი იყო ცოტა რთული ჩემთვის. ახლა გეტყვით რატომ? ვისიც იყო ეს კონკურსი, მისი შვილი იმარჯვებდა 3 წელი ზედიზედ. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მე გაიმარჯვებდა ისე ყველაზე მაქსიმუმ მეორე ადგილზე გავიდოდი. თან მითხრეს რომ უნდა მემღერა Etta James's At Last. იმ დღეს თავიდან ამომივარდა რომ იყო ფინალი, ჩავედი სასტუმროს აუზში და ჩემთვის არაფრით არ შეიძლება აუზში ჩასვლა სიმღერის დღეს, იმიტომ რომ მეკარგება ხმა. უი.
საოცარი რაღაცები ხდება. დედა ჩემი მეძახის ზემოდან რომ დოდონა მე-12 სართულიდან. მარტო ქართველი დედა თუ დაგიძახებს სასტუმროს მე-12 სართულიდან. დოდონა ამოდი ჩქარა, დამირეკეს დღეს არის ფინალიო. თურმე დედა ჩემს მესიჯი აქვს მოსული რომ არის ხვალ, მაგრამ დაურეკეს რომ არის დღეს. მე ხმა არა მაქვს. და უნდა ვიმღერო ჯეიმსის Atlas, სადაც ისეთი ნოტები არის, რომ ნუ მან კარგად გამოძინებულ დასვენებულ ხმაზეც გაგიჭირდება სიმღერა. თან მითხეს ის წითელი რაღაც ჩაიცვიო, ეს წითელი კაბა თავის ჩოხის ელემენტები. დიახ. მივედი როგორც იქნა ხმა საერთოდ არა მაქვს, ვამღერებ Atlas და აგიჭედება ჩემი ხმა. ვნერვიულობ, იმიტომ რომ ის ნოტი არის ასაღები, დავლიე ჩაი თაფლით, ლიმნით, რა აღარ გავაკეთე, კვერცხი არ გადამიყალბია. ალკოჰოლი არ გიცდია? არა, ალკოჰოლს არ მგონია მითი და მეშინია რომ გამოცადო. დავდექი, გავემზადე და ვამბობ რომ ნუ ხო იცი რომ მაინც ვერ გაიმარჯვებ. ნუ ის გოგო იმარჯვებს უკვე 3 წელია ზედიზედ. ჯანდაბას. ფინალში ხო ხარ? ის ხო ამოიღე ის X ფაქტორის ნერვიულობა რომ ფინალში ვერ მოხვდი და აქ ფინალში ხარ უკვე. აქ ფინალში ხარ. და თავი მაქვს ესე. მახსოვს მუსიკა. ჰიერარა. მეთქი რა ხდება, ეთლასთი არ მაქვს ამღერით. ჩამირთეს იაგუნდი. არ ვიცი მომატყუე შეეშალათ რა მოხდა. და მეთქი, აი ამათ ხო გონიათ ეხა რომ ძალიან ცუდი რაღაც გამიკეთეს. არა და ბედნიერ იქ ის ნოტი არ არის რაც ასაღები. იაგუნდი რთულია, მაგრამ არა ისეთი რთული. კი, ისეთი რთული არ არის და ის ნოტი იყო იქ პრობლემა, რომ ხმა დამიდაბლდა და იმას ვერ ვიღებდი. აი როგორც იქნა რომ დაიწყო ეს სიმღერა, ისეთი შემართებით ვიმღერე, მასეთი შემართებით არასდროს არაფერი რო არ მიმღერია. და ბედნი ქართველები იყვნენ, ქართული დროშებით მახსოვს ძალიან აი დიდ სტიმულს გაძლევს რა თქმა უნდა ხ ქართულ მომღერალს უცხო ქვეყანაში. მახსოვს რომ დავამთავრე სიმღერა და ნუტაშით გამაცილეს, გამოვედი. დამთავრდა 10-ვე იმღერა, გამოვედით ჩვენ 10-ვე დავდექით და ახლა უნდა გამოაცხადონ მესამე ადგილი, მეორე ადგილი და პირველი ადგილი. ოღონდ ჯერ როგორ აცხადებენ, იცით? აცხადებენ ჯაზის განხრით ვინ იყო? ვინ აიღო გრან-პრი, ვინ აიღო სუპერ გრან-პრი, ვინ აიღო რაღაცა. მერე პოპის მიმართულებით ეთნიკური და ბოლოს საბოლოო გამარჯვებული. ანუ შეიძლება კი, შეიძლება 3-ვე გრან-პრი აიღო, მაგრამ გამარჯვებული ვერ გახდე, აი ესეთი ამბავია. და ხო იცით როგორ არის ჯერ საჩუქრებს რო აძლევენ რაღაც ოქროს საყურეები, ვიღაც სპონსორები რო ჩუქნიან. დავდექით და ეს გოგო მიდგას გვერდით. ვინც იმარჯვებს და 100% თვითონაც რო გას მე ვარ. გას ასე და ხედავ ერთ-ერთი ჟიური ესე მიკეთებს. ასე აკეთებს იქიდან შორს ზის და ასე მიკეთებს. აი ზუსტად. და ვუყურებ და აშკარად ეხა მე რატომ ალბათ ამ გოგოს ეუბნება რომ გაიმარჯვა და დაწყნარდი. მაგრამ ასე აკეთებს და მე მეთქი უცებ გავაკეთე და თავი დამიკრა. ვერ მივხვდი ახლა გავიმარჯვე ახტე რა გავაკეთო. არა და ჯერ არ გამოუცხადებიათ არც საჩუქრები. დაიწყო საჩუქრების გამოცხადება. არც ერთი სპონსორი საჩუქარი არ შევხვდა მე. დაგჭაგრეს. არც საფურე, არც კრემი, არაფერი არ შემხვდა და ასე ბედნიერად, წყნარად უკვე დამშვიდე რომ ვერ ვიგებ. თუ არავინ არაფერი არ მაჩუქა, რატომ უნდა მოვიგო. მაგრამ იმან ისე რომ გავიკეთა ის გახსოვს. გამოდის და აცხადებს გრან-პრიებს და ეთნიკური გრან-პრი დოდონა ნამორაძე. ვა, იაგუნდმა გადაწალა. ხო, მაგრამ გამოვედი ავიღე ის ერთი, სულ იყო 4,000, ავიღე 1,000 და ჯაზის გრან-პრი დოდონა ნამორაძე. ავიღე მეორე 1,000 და პოპის გრან-პრი დოდონა ნამორაძე. ავიღე მესამე და ახლა უკვე დრო არის სუპერ გრან-პრი გამოაცხადა, ანუ თავარი გამარჯვებული და სუპერ გრან-პრი. და მეთქი ხლა, ნუ ამ გოგოს დოდონა რა დამემართა არ იცით. უკვე იქ შინაგან ხო დავხტი, ამიტომ აღარ შევინარჩუნე. აღარ ავხტი, გამოვართვი ესე დიდი სიამოვნებით და მახსოვს რომ ის იმ გოგოს გადავეხვიე. შემეცოდა ისე მაინც, იმიტომ რომ შეცვუნებული 3 წელიწად ზედიზედ იმარჯვებდა და ხომ და დაეწმო უკვე ღირსეულისთვის. რა თასებიც იყო ყველა რო წამოვიღე, მაგისთვის შემეცოდა ყველა, ერთი მაინც რომ მიეცაცხლისთვის. ჟიურის ვესაუბრე უკან კულისებში და მითხრა რომ შენო რეკორდი მოხსენიო საერთოდ ამ წლების განმავლობაშიო ყველა სიმღერაში 80 ქულა ანუ 10 ქულა ყველა ჟიურისგან არავის არ მიუღიაო და მე მივიღე ესე იგი 80 და მაგიტო მე მოხდა ჩემი გამარჯვების ამბავი სხვა ვერ მოიგებდა ფიზიკურად ყველაზე მაღალი ქულები მქონდა
აი მაშინ მომემატა ისევე სტიმული, რომ ვარ კარგი მომღერალი და შესაძლოა კიდევ რაღაცების მიღწევა და ჩამოვედი საქართველოში. აი ამის მერე იწყება ქუჩის მუსიკოსობა. ამის მერე იწყება უკვე ქუჩის მუსიკოსობა. და მინდა გთხოვო, აი ეს იაგუნდი, რომელმაც მოგიტანა წარმატება, ასე ვთქვა, დაასახელე ჩვენი საქართველო, პატარა ნაწილი რომ წაგვიღიღინო. სიყვარული საჭრდილი, როცა თანაგდებს თვალი როგორც აბრილი აფრქვევს სმარაგდებს აბრეშუმის თავშალით დავდივარ დაგდებ განადავთ მე წამართა ნიავს ვედავე იაგუნდი დალალიო იყოს შენზე ალალიო მომწერეთ ხმა ვერ გაბედე ვერ იყავით ამამიო იაგუნდი დალალიო იყოს შენზე ალალიო მომწერეთ ხმა ვერ გაბედე დაღალე კალამიო ბრავო დოდონა, ნუკრი კაპანაძის შემდგომ თუ კიდევ მომეწონებოდა, ნუკრის შესრულების შემდეგ ეს სიმღერა არ მეგონა, ბრავო, ძალიან მაგარია. იაგუნდს ვერაული გვერდს, პირველი ეს ყველაფერი ჩნდება ერთ-ერთ მულტსერიალში, შაქრო და ზაქრო და იმის შენებური ვერსია გააკეთე, მოკლედ, საქსოფონზე, ხო? მე ვუკრავდი საყვირზე და საქსოფონს აკეთებდა ლეო შენგელია, ჩვენი გენიოსი ლეო შენგელია და მან მასწავლა ეს პირით როგორ გააკეთო საბა? აი მაგალითად ძალიან მაგარია. დავრუნდი მოკლედ იწყებ მე აი ამ ქუჩის მუსიკოსობას, სადაც აღნიშნავ, რომ რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ყველაზე დიდი შემფასებელი არის ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება გაჩერდნენ მარტო იმის გამო, რომ მოეწონა შენი ნამღერი და მოკლედ გადავიდეთ Voice-ზე, რომლითაც მოკლედ ასე შემიძლია ვთქვა, რომ თელმა საქართველოს ძალიან მაგრად გაგიცნო და ამგონი თელმა მსოფლიო, სადაც ანუ იმ პირველი შენი აი იმ ენერგიული სიმღერით რომ გამოხვედი, საბერძნეთის Voice-ია საუბარი და მოდი მოგვიყევი უფრო ვცლად როგორ მოხვდი საბერძნეთში, როგორც ვიცი, იქ ბებია ყავდა, რომელიც 13 წელი იყო ემიგრაციაში და შენი საბერძნეთთან კონტაქტი ზოგადად სულ ჩაგესმოდა ხოლმე საბერძნეთს, ამბობ რომ საბერძნეთი აღაპიმო და ბახსო 3-4 წლის რო ვიყავი, ბება მეუბნებოდა ხოლმე საღაპო და აი ისე მქონდა ეს საბერძნეთის სიყვარული ჩარჩენილი. ოღონდ მე როცა ჩავედი, ბება უკვე საქართველოში იყო, ნაინსულტარია ბებია ჩემი და უკვე იქ ვეღარ დამხვდა. რამდენიმე წელი იყო განსხვავება უკვე ჩვენი ჩასვლა ჩამოსვლის. ამ ისტორიის მოყოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მართლა მაქედან დაიწყო ჩემი კარიერა, დღემდე ის რომ არ მომხდარიყო, რაც მაშინ მოხდა, ძალიან რთულად წავიდა და მე ჩემი უფრო გაიწელებოდა ალბათ ჩემი კარიერის ამბავი. ერთ დღეს ავიღე ტელეფონი და TikTok-ზე იყო ესეთი ფილტრი და ჭერ გეუბნება yes ან no. და რაღაც კითხვებს მეც რომ მორწმუნე არ ვარ, უბრალოდ გავტესტე რა, ეს ვიდეო დღემდე მაქვს შემონახული. ვეკითხები რომ აბა თუ წავალ წელს საზღვარგარეთ. მეუბნება კი. დავფიქრე. რანაირად? რატო წავალ? სამუშაოდ? არა. საკეიფოდ? არა. ამაზე არა, იმაზე არა. აბა კონკურსზე ბოლო კითხვა და კი. ხა დავფიქრე და დავიწყე ჩავათო ამერიკა, ბრიტანეთი, ყეჩის ქვეყნები, სადაც მინდოდა. გერმანია არა და ამდენი არაერთი 8 არა მიება. მეთქი მადაგასკარი? არა. და ახლა უბრალოდ რენდომ ქვეყნებს ვასახელებ და აი საბერძნეთი. კი. საბერძნეთი არა ის მეთქი და კონკურსი არა ის თქო და გავთიშე. შევინახე უბრალოდ ეს ვიდეო მეგობრებისთვის ჩამეგდო, აბა თქვენც ცადეთ ეს ფილტრი. 1 საათში მომდის მესიჯი საბერძნეთიდან, ჩემთვის უცხო ადამიანისგან და მეუბნება რომ ქართველი ემიგრანტისგან. დოდონა, მე შენ გულშემატკივრად მომწონს შენი ხმა, შენი შემოქმედება, რაღაცებს უსმენ და ხომ არ ცდიდი საბერძნეთის Voice-ზე ბენდს. ანუ იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, იმდენად ბევრი დამთხევა იყო, რომ არ გამეგზავნა და რო არ დავრეგისტრირებულიყავი, არ შეიძლებოდა. ამიტომ ავდექი და დავრეგისტრირდი. ოღონდ დავრეგისტრირდი ისე რომ
ჩემს სახელზე ერთ თეთრი არ არის. უბრალოდ და ბედის მონახევრია, მოდი ვცადოთ. უბრალოდ დავრეგისტრირდი არის და ვიცი რომ არც ფრენის ფული მაქვს, არც ასტუმროს ფული მაქვს. საიდან როგორ უნდა, მაინც ავალ ბედზე ხარ. ხო, მართლა ესე ვარ და ვიცი რომ 2-3 თვეში უნდა დამეკავშირდნენ, ესე ურეკავენ ხოლმე. დამეკავშირდნენ 3 დღეში. და ეგრევე ჩამინიშნეს Zoom call-ი, ვიდეო call-ი. და აბაო წაგვიმღერეო რაღაცა. რითი მოაწონე თავი? რომელი სიმღერა? პირველი სიმღერა მიმღერე მაშინ, სხვადასხვა feeling good-ი არა, მაგრამ I feel good არის ეს. ყველგან კარგად გრძნობ თავს მოკლედ ეს I feel good ხო მაგას ნიშნავს. და ეს სიმღერა I feel good და na რაც პირველად გამოსვლაზე მიმღერე. voice-ე იყო, ეგ სიმღერა იყო, არ ვიცი. პირველივე ეგ მომღერე და პირველივე ისე მოეწონათ ეგ ნამღერო, ეგ არის შენი სიმღერა, ეგ უნდა მაგით უნდა გამოხვიდეო. მოკლედო აყვანილი ხარო რა, it's a yes-ო და ჩამოდიო. ეს დიდი მადლობა რომ ამიყვანეთ, მაგრამ I have no enough money. არა, მაქვს. არც საფრენ. For journey და ასე შემდეგ. სასტუმროში არც ის ვიცი, ტაქსი, ხო იცით ახლა, იაფი არ არის. ვეუბნები რომ არა მაქვს და ვერ ჩამოვალ, უბრალოდ დავრეგისტრირდი, ბედი ვცადე. და იქიდან აი დღემდე მახსოვს, რომ მეუბნება ის გოგო, რომ 1 წუთი დამელოდე პროდიუსერს დაველაპარაკები. და წავიდა 2 წუთი ესე ვიცადე, მოიყვანა პროდიუსერი და პროდიუსერი მეუბნება, აბა კიდე წაიმღერე. და ვიწყე I feel good da na na I know that I would. და ეს კაცი მიყვარებს და ყველაფერი ანაზღაურებულიაო. ყველაფერს მე ვიხდიო, ჩვენ ვიხდითო, კომპანიაო და ჩამოსვლა, ტაქსები, კვება, სასტუმრო, აი ის რამდენიმე თვე. All inclusive იყო. All inclusive იყო, მაგრამ ჩვენმა ემიგრანტებმა ისე იყო ჩაღესი იქ და იმდენი რეკეს და იმდენი ზარი შემოვიდა, რომ დარწმუნებული ვარ 20 მაგად და 30 მაგადაც აუნაზღაურებ. ეხლა ჩახვედი უცხო ქვეყანაში, მაინც ჩემთვის, აი, როგორ იყო პირველი შენი შეხვედრა პროდიუსერებთან? პირველად რომ ჩავედი sound check-ზე, ანუ ხმა რომ უნდა გატესტო, 72 საათის უძილო ვიყავი. 72 საათი ვისაც არ უძინია, იცის რა შეგრძნება, ფეხზე რომ ვერ დადიხარ, აი ყველაფერი თაბრუ რომ გეხვევა და მაშინ დამემართა მახსოვს რომ პროდიუსერი ზის მენტორების სკამებზე, voice ხორის სკამია, გირტყავს შუქი შენ და უნდა ხმა გატესტო. შენი ხმა ბენდთან ერთად როგორი იქნება. ოღონდ ეს შუქი რომ შენ გირტყავს, იქ ვერ ხედავ ვინ ზის. იმდენად გამოფიტული მქონდა გონება რომ ეს გოგო მესაუბრება. და მე პასუხობ ინგლისურად. მესაუბრება, პასუხობ ინგლისურად და მე მეუბნებ რომ ინგლისურად რატომ მესაუბრები თუ ბერძნული იციო. გაიგერას გეუნებოდა ბერძნულად? იმდე არ ვიცი როგორ გავიგე რანაირად, თურმე ეს მთელი ისე იყო ჩემი ტვინი გამოფიტული. ესე იგი, როდესაც 72 საათი არ გიძინი, ახალ ენებს სწავლობ შემთხვევით, ყველაფერი გავიგე, რასაც მეუბნებოდა და მე მეგონა რომ ქართულად მესაუბრებოდა. იმდენად აი არ ვიცი მაშინ მაგ დღეს რა მოხდა და გაგიჟდა ეს გოგოც მე რო ვთხარი საერთოდ არ ვიცი საღაპო ვიცი მარტო და აღაპი მო მეტი საერთოდ არაფერი არ ვიცი გაგიჟდა რომ ჩვეულებრივ გესაუბრებოდიო ბერძნულად და ინგლისურად პასუხობდიო და გამიკვირდაო რატო ბერძნულად არ პასუხობს ეს გოგო როგორც იქნა გავიარეთ ეს საუნდტრეკი გამოვიძინე და რამდენიმე დღეში არის უკვე ეს voice-ი პირველი უკვე ჩაწერა პირველი ეს მიგვიყვანეს დილის 11 საათზე და მე გამოვედი ღამის პირველ საათზე თან ოთახში ყავხართ ჩაკეტილი არ შეიძლება იმ ოთახიდან გამოსვლა რომ შევთხოვით რომელიმე ჟიურთან არ მიხვიდი ამ ფული არ ანუ ხო იცით როგორ არის და ძალიან ობიექტური ჟიური ყავდა მაგ წელს გამოვედი მახსოვს რომ ვიმღერე და მახსოვს რომ უკან კულისებში სანამ გამოვიდოდი რის რამდენიმე საათი ხომ მქონდა არაფერს არ ვაკეთებდი და დავსერჩე მოვძებნე საკის ელენა მოვძებნე კონსტანტინოს და ეს 4-ვე ჟიურის შემოქმედებაა რომელი ჟანრი მოწონთ რაღაც და მქონდა ესეთი ჩამონათვალი რომ თუ 4-ვე შემოტრიალდა ამ შემთხვევაში პირველი ჩემი არჩევანი არის საკის რუას შემდეგი არის ელენა მუზრაკის და ბოლო ადგილზე კონსტანტინოს არგიროსტო რომ ვიცი რომ ის მღერის იქაურ ბუზუკებში და ნუ საერთოდ არ არის ჩემს ჟანრთან ახლოს ვერაფრით ვერ დამეხმარება ესე ვფიქრობ გამოვედი რა თქმა უნდა 4-ვე მოტრიალდა ნუ იქ ფეხზე წამოდგნენ ბოლოს აი ბოლო 5 წამზე მოტრიალდა კონსტანტინოს არგიროსი ვინც მე ავიჩიემე და რომ მეკითხებიან რატომ საკის როას გაიქაფა იმდენი მელაპარაკა წამოდი ჩემთან წამოდი მუზურაკი მითხრა რომ ნუ შენაირი ჯერ არ ყოლია და აუცილებლად ჩემთან უნდა წამოხვიდე ელენა პლუს მეუბნება რომ ქალური სოლიდარობა გამოიჩინე ჩემს მიმართ და ჩემთან წამოდი და უნდა რაღაც და მაშინ ვერავინ ვერ მიხვდა თვითონ მუზურაკიც მე გაბრაზდა რომ ამან ეს რატო აირჩიო სულ 5 სიტყვა გითხრაო მაგრამ იცით რა მითხრა
მე I want მინდა to show რომ to my ჩემს fans გუნდში that I have the წამოხვიდეო winner voice here so in that my team. I have the winner in my team. რომ ჩემს გუნდში მყავდეს გამარჯვებულიო. აი ერთადერთი მაგან ახსენა სიტყვა გამარჯვება. რომ აი მე გაგამარჯვებინებ და ჩემს გუნდში არის გამარჯვებული. ეგრევე იმ წამში ვიგრძენი რომ ეს კონსტანტინოსთან უნდა წავიდე აუცილებლად და ავირჩიე კონსტანტინოს სამივე გაბრაზდა და ჯერი ვერ წარმოიდგინეს რომ იმან მართლა ხუთი სიტყვა მითხრა თან ისე რომ მოტრიალდნენ სამივე ფეხზე იდგა და ის იჯდა. ანუ ის ხმოვანება არ გამოუჩენია კონსტანტინოს რაც იმ სამ ჟიურის ხვარიდან მე გადაწყვეტილების მიხედვით. საერთოდ არა, მე რომ ნახე როგორ ამეცადინებდნენ ზოგი არ ვიტყვი რომელ გუნდში ტიროდა რომ აი ძალიან ცუდად მეკცევიან. თვითონ ეს მენტორები არა რა, იქ მათ ქვეშ ყავთ კიდე ასისტენტები. კონსტანტინოს არგიროს ყავდა ძალიან მაგარი ასისტენტი კრისტინა, რომელიც თვითონ მომღერალია. მან გამაკეთებინა ეს ყველა სიმღერა და ნუ კონსტანტინოს რა თქმა უნდა მოდიოდა ხოლმე დაგხედავდა. როგორ წარიმართა შენი voice-ში მოღვაწეობა, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი გულშემატკივრობდა და საქართველოსდან მოვიკითხავ ჩემს ქართველ ემიგრანტებს ძალიან მალე ისევ ჩამოვალ საბერძნეთში და კიდევ ერთხელ თქვენს ხმას მსოფლიოს გავაგონებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ საბერძნეთში არიან ერთმუშტად შეკრული ქართველი ემიგრანტები. მადლობა თქვენ. ნამდვილად. როგორ გრძნობდი ჩვენი ემიგრანტებისგან მხარდაჭერას და როგორ მიდიოდა მოკლედ დოდონას აღმასვლა წარმატებისკენ ისევ უცხოეთის ცის ქვეშ. პირველი ჩემი გამოსვლის შემდეგ როდესაც ეს დაიდო ჩემს პირად Facebook გვერდზე ნუ რამდენიმე ემიგრანტმა დამეკომენტარა რომ აი ვეცდებით მაქსიმალურად რომ ხმა გავავრცელოთ. შემდეგ მეორე ვიდეო რომ დავდე Facebook-ზე ცოტა მეტი წამოვიდა, მაგრამ იმდენი ნახვა და იმდენი კომენტარი არ ქონდა ამ ვიდეოებს, რომ საკმარისი ყოფილიყო ხმის მისაცემად და მე რომ გადავსულიყავი მე შემდეგ ტურში. ამ დროს ჩემმა იქაურმა ნათესავებმა მითხრეს, რომ აქ არის ერთი ძალიან მაგარი კაცი, სახელად ყველას გეცოდინებათ ავთანდილ მიქაბერიძე. ჩემი მართლა აი გადამრჩენელი იყო იქ. და მომწეს ტელეფონის ნომერი რომ მას დავუკავშირდიო და რომ დავურეკე თან რამდენი რაღაცა ჩაბარებული კავკასიის ეს ცენტრი რაღაც იმდენად უშუალოდ მესაუბრა და იმდენად ღია და აი სიყვარულით მართლა სრულიად უცხო ადამიანს რომ თავი ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში და მან გადმომცა მე ჯორჯანს ჯიარი მისი კონტაქტი ჯორჯანს ჯიარი არის ემიგრანტების გვერდია Facebook-ზე სადაც 150,000 ფოლოვერი ყავს თუ რაღაც გეორგიანს წერტილი გრ ესე მოვძებნე მივწერე რომ აიქნებ დამეხმაროთ მეთქი და ხო იცით ქართული სული ახლა როდესაც ასეთი რაღაცები ხდება დამიდო პოსტი და აი იმ პოსტის მერე რო ატყდა ერთი აპოექტო რომ თელმა ემიგრაციამ ნახა ჯორჯანს ჯიარის პოსტი ატყდა ერთი ამბავი აბა გავამარჯვებინოთ ჩვენს გოგოს გავამარჯვებინოთ და ესეთი მართლა როგორც ახლა ერთ მუშტად შეკრული ემიგრანტები ეს ქართველობა ეს ჩვენი ქართული სული მართლა პირველად ვიგრძენი პირადად ჩემს ნინი შერმადინზე ვიცოდი თამთაზე ვიცოდი რომ ესეთი ამბავი იყო მაგრამ ჩემს თავზე რომ ვიგრძენი ისეთი ამაყი ვიყავი რომ ქართველი ვიყავი აი ეს და პირველივე ხმის მიცემის ტურზე როდესაც მე დამაყენეს და ალბანელი ბიჭი აქაც როგორც ჩანს მათი ობიექტურობა ნახეთ თვითონ საბერძნეთის voice რომ ბერძენთან არ დამაყენეს პირველივე ტურში დამაყენეს ალბანელთან ისიც უცხოელი იყო მეც უცხოელი რომ რაღაც მხრივ ის ყოფილიყო ნეიტრალური დაიჭირეს ასე რომ ვთქვა და სწორიც არის იმიტომ რომ მე შეიძლება პირველივე ტურში მაგრამ მგონია გავარდნილი არ გამოთიშულიყავი მაგრამ ისეთი ამბები მოხდა მაგრამ მოკლედ ორი ადამიანი ერთმანეთს ეჯიბრება და ვხედავ პირველი ორი გავიდა ერთმა იღო 53% ხმების მეორე 47 ნუ მეორე მაიღო 72 და მეორე 28 შემდეგი გამოდის ისევ წვილი და აიღო 51 და 49 და ნუ მაკანკალებს იმიტომ რომ ქართველები კი ბევრი ვართ მაგრამ ალბანელები 5 ჯერ ჩვენზე მეტნი არიან საბერძნეთში ძალიან ნერვიულობდი ძალიან ჩემს თავზე ნაკლებად უფრო ნერვიულობდი ჩვენს აი
მინდოდა იმის გამო გადავსულიყავი, რომ ჩვენს ემიგრაციას გაემარჯვა, ანუ ქართველებს რო გაგვემარჯვათ, ცუდად არ მინდა რომ გამოგვივიდეს, ძალიან კარგი ბიჭი იყო, ძალიან მიყვარდა, მაგრამ აი ეს რომ ჩვენმა ემიგრაციამ სიამაყე ქონდა და ქართველებს გვიამაყა და რა გამახსენდეთ, ცეშეს მერე იყო ფეხბურთში ბერძნებს რომ მოუგეთ. ეს იყო არ ვიცით, მე რა დამემართა მაგ დღეს ჩვენ რო ბერძნებს მოუგეთ, იატაკზე ვიყავი გაწოლილი, ისე ვტიროდი, რომ მე თუ ვერა ამათ ხომ მოუგეთ. და გამოვედით მე და ეს ალბანელი ბიჭი, ვიმღერე, მაშინ ვიმღერე ეს ჩემი საყვარელი გამოსვლა ერთ-ერთი When a man loves a woman. ეს იყო თვითონ კონსტანტინოს არჩევანი, ძალიან უნდოდა რომ ეს კი ძალიან უნდოდა რომ ეს სიმღერა მემღერა. და ვდგავართ გვერდ და წინ ჩვენს წინ არის ეკრანი, სადაც ჩანს რომელმა რამდენი პროცენტი ავიღეთ. და უცებ რა ვიდეო, ჩემი 99%-ზე. და ამ ბიჭს ჰქონდა 11%. ჯერ განია შემეცოდა, იმიტომ რომ ეს რეკორდი იყო იმ დღის კი არა, მთელი კონკურსის 99% არავის არ აუღია. მეორე, ანუ ამას რო ჩავეხუტე კი შემეცოდა და გავიზიარე მისი ეს რომ უნდა გავარდეს ახლა, მაგრამ აქეთ მხარეს რა ის ჰქონდა, შემართება და ბედნიერება, რომ აი ჩვენ ეს შევძელით. მართლა არ მქონდა ის, რომ აი მე მარტო იქ არ ვიყავი არც ერთი დღე. ჩვენი ემიგრანტების დახმარების გარეშე, ნუ მე რა თქმა უნდა მეორე კი არა, იქაც ვერ გადავიდოდი. პირველივე ხმის მიცემის დროს. ამის შემდეგ არის უკვე ნახევარფინალი. ნახევარფინალზე მახსოვს კრისტინა მითხრა, რომ კონსტანტინო ძალიან ნერვიულობსო. კოსტას ეძახდა, კოსტა ძალიან ნერვიულობსო და რატომ მეთქი და იმიტომ რომ გონია რომ აი რადგანაც ბერძენი არ ახარო, ეხლა უკვე ბერძენთან რომ იქნები, ბერძნებთან რომ იქნები ნახევარფინალში, რამდენად გადახვალ ფინალში არ იცისო და ძალიან ნერვიულობს. როდესაც ნახევარფინალი უნდა ყოფილიყო, მოხდა ტრაგედია, მატარებლის ტრაგედია რომ იყო და გადაინაცვლა ერთი კვირით ნახევარფინალმა და როგორ იყო, იცით, რომ ერთ დღეს იყო ნახევარფინალი და მეორე დღეს იყო ფინალი. ლაივი იყო, ან პირდაპირ ეთერი იყო უკვე. თან ნერვიულობ რომ ვიცი ჩვენი ემიგრანტები რომ არ მუშაობენ ახლა $20,000-ზე იქ ხო? ინახავენ ისინი ზოგი კვირაში ერთხელ იღებს თანხას, ზოგი თვეში ერთხელ თვითონაც ხომ უნდა იცხოვრონ, ყველაფერი ქჩებზე არ იყო და 14-ში თუ მომცემენ ხმას, 15-ში რამდენად მომცემენ ხმას. აი ეგეც მაგაზეც ნერვიულობდი. ნუ დადგა ნახევარფინალის დღე და ვიყავით 14. და უნდა დარჩენილიყავით 7. და ჩემ გვერდით იდგა სელინა, ვისთან ერთადაც ჰქონდა რინგი. ჩემი აი მართლა მუსიკალური და იყო იქ და საერთოდ არ მქონია ის რომ რინგი გვაქვს და რომელიმე უნდა გავარდეთ, ვერ წარმოგვედგინა და კაია რომ როდესაც რინგის დროს ის გადაარჩინა ერთ-ერთმა მენტორმა ელენამ გადაარჩინა ის და ამიტომ ორივე გადავედით. ასე ვდგავარ, ველოდები და რომ გამოაცხადეს სელინას და ჩემი სახელი, რომ უკვე ფინალში გადავდივართ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა. სელინას დედა არის ძალიან ცნობილი მომღერალი სხვათა შორის იქ და ავსტრალიაშიც ბერძნულ მუსიკას მღერის და მაშინ მითხრა რომ სელინაო ძალიან მიყვარსო, ჩემი შვილიაო, მაგრამ შენ არ შეგედრებო, ამიტომ ნუ ნერვიულობო რომ სელინა ვერ გაიმარჯვა, თვითონაც კარგად იცისო რომ შენ უნდა გაიმარჯვო და ყველამ კარგად ვიცითო რომ შენ უნდა გაიმარჯვო და გაიმარჯვებ კიდეც და ესე მესაუბრებოდა სულ. დადგა ფინალის დღე და იქ როგორ არის იცით, აი აქ რო იყო ჯეოსტარი რო გადიოდა ნიჭიერი X-Factor-ი ძალიან ხშირად იგებს ხოლმე ბათუმელი. აი ხომ დაკვირვები ხართ, იმიტომ რომ ბათუმი ერთიანდება და აძლევს ხმას თავიანთ ბათუმელს. იქ არის ეგრე კვიპროსზე. ანუ ძალიან ხშირად იგებს კვიპროსელი. რომ მთელი კვიპროსი ერთიანდება და აძლევს ფინალში ვართ 7 და არის 3 ეტაპი. პირველ ეტაპზე, რომ პირველ სიმღერაზე ვარდება 3 ადამიანი და რჩება 4. მეორე ეტაპზე ვარდება 2 ადამიანი და რჩება 2 და საბოლოო ეტაპი უკვე გამარჯვების ეტაპი. პირველ ეტაპზე ვიმღერე და 7 ვდგავართ. ხა ვფიქრობ 4-ში რანაირად არ მოვხვდები. კაი, არ ვიმარჯვებ, მეორე 2-შიც ვერ მოვხვდები დიდი ალბათობით, 4-ში ხომ მოვხვდები რამენაირად. გამოაცხადეს 1, გამოაცხადეს მეორე, მესამე და მე არა ვარ. და მე-4 დოდონაო რომ დაიძახეს, მახსოვს რომ კოსტა ადგა ბედნიერებისგან დამატრიალა ჩვენი ჩახუტების ვიდეოები იყო კიდევ ვიღაცა მედიტები გააკეთა რომ აი როგორ მეხუტებოდა კონსტანტინოს და ნუ ბედნიერესი იყო. მე ვიყავი მარტო მის გუნდში დარჩენილი. და უკვე მეორე რაუნდი იწყება. უკვე 4 ვართ და 2 უნდა დავრჩეთ. ვიმღერეთ და გამოაცხადეს ნუ ვინც გაიმარჯვა ეს გოგონა, იმ გოგოს სახელი და 3 დავრჩით. აქედან 1 არის კიდე გამოსაცხადებელი, მე და 2 კვიპროსელი.
რა თქმა უნდა ამ დროს მე უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული, იმიტომ რომ ორი კვიპროსელი მიდგას გვერდით და ჩვენმა ემიგრაციამ რანაირად უნდა გადაძალოს ეს მთელი კვიპროსი. აი თუ ვერ გადაძალოს. ქართველობას მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს, მეტეს უცხო ქვეყანაში. დოდონაო, ნუ ეს ორი ბიჭიც განცვიფრებული იყო, ვერ წარმოიდგინეს რომ კვიპროსი ვერ გადავიდა შემდეგ, ანუ საბოლოო ფინალში გადავედი. უბედნიერესი ვარ და ამ დროს გამოცხადეს რეკლამა 15 წუთით. და საბოლოო სიმღერა მაქვს, სამღერი I put a spell on you. ეს ჩემი ყველაზე ესეთი დრაივი. ხო, დრაივიანი და ზივარ კულისებში და ვფიქრობ, რომ ღმერთო, ძალიან მინდა რომ გავიმარჯვო. მაგრამ თუ არ არის საჭირო რომ გავიმარჯვო, ანუ ჩემ უბედნიერებას აი რაც ბედნიერებას მომიტანს, როგორც საჭირო იყოს ისე. არ მინდოდა რომ ჩემთვის შემექმნა ის იმედი რომ მოვიგებდი. უკვე ძალიან რთულია ორნი რომ ხართ დარჩენილი, რომ არ მოგეწეს ის იმედი რომ გამარჯვებული ხარ. კონსტანტინო ნერვიულობისგან გავიდა ჰაერზე, ანუ არც კი მოვიდა ჩემთან რომ შემიძლიაო ხო რომ გიყურო და ცოტა ხანი გავიდეო და მე და ეს გოგო ვსხედვართ სცენაზე. სცენაზე ხო კიბებია და იმ კიბებზე ვსხედვართ და საერთოდ არ ვსაუბრობთ ერთმანეთში რა, აი მაქსიმალურად საბოლოო იმისთვის. და მოდის მუზურაკის, ანუ ამ გოგოს მენტორი, რომელსაც მე ძალიან უყვარდი. ჩაგვიჯდა შუაში. ამ გოგოს ეუბნება რომ შენ ხო იცი რომ დიდი ალბათობით შენ გაიმარჯვებო, იმიტომ რომ ბერძენი ხარო. აი ეს არც არ მომიყოლია. მაგარია. ხო იციო რომ დიდი ალბათობით შენ გაიმარჯვებო. იცოდეო რომ ეს გამარჯვებაო იქნებაო ტყუილიო. ანუ ეს თავის გოგოს ეუბნება, თავის იმას. ესო შენო ჯობია 10 თავითო. ანუ შენ რომ ის გვერდზე დგახარ ახლა სცენაზეო, რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ბიონსეზე ლაპარაკობდა. შენ ახლა დოდონას გვერდზე რომ დგახარ სცენაზე, იცოდე რომ ეს არის უდიდესი პატივი და შენ გაიმარჯვებ დღეს, იმიტომ რომ ხარ ბერძენი. რომ გაიმარჯვებო, თავში არ აგივარდესო რა, არ იმსახურებდიო და ესე გამოვიდა და მე და გოგოს ცრემლი მოერია, ხა ფინალი აქვს სამღერი. ჩემთვის ნომერ პირველი არის ხელოვანთა სოლიდარობა. სულ არ მაინტერესებს იქ გავიმარჯვებ, არ გავიმარჯვებ, თან პატარა 16 წლის, ჩემი თავი წარმოვიდგინე 16 წლის რო ვიყო. და ეს რო წავიდა მე უთხარი ამ გოგოს რომ ძალიან გთხოვ მეთქი, ხა იმას ყურადღება არ მიაქციო, ვიცი რომ ინერვიულე, ძალიან მაგარი გოგო ხარ, იმსახურებ გამარჯვებას, აქეთ მე დავუწყე იმის ანუ ფსიქოლოგიით დაწყნარება. და დამთავრდა ეს ფინალი, დგავართ ორივე და მახსოვს რაღაც წამიერი, არ ვიცი იქ რა მოხდა, როგორ მოხდა, იქ ყურში რაღაც უკეთიათ, არ ვიცი იქ რა მოხდა მართლა, მაგრამ მახსოვს რომ კონსტანტინას ესე მიყურებს და ჯერ არ გამოუცხადებიათ არაფერი და უცებ ესე გააკეთა რა, აი ძალიან უცებ, არ ვიცი ყურში უთხრეს წინასწარო ვინ არის გამარჯვებული რაღაც და აი ეგ რო დავინახე რომ კონსტამ ესე გააკეთა, ეგრევე მივხვდი რომ ნუ დამთავრდა ჩემი ისა, კარგი იყო, მაგრამ დამთავრდა. გამოაცხადეს ეს გოგო, უკვე წინასწარმომზადებული ვიყავი რომ აქ არ მეტირა, იმიტომ რომ არ არის ჩემთვის ლამაზი საქციელი. მეორე ადგილზე გავედი, საერთოდ არაფერი მქონდა სატირალი ჩემი აზრით. უბრალოდ მაინც გული დამწყდა რომ ემიგრანტებზე დამწყდა უფრო გული ვიდრე საკუთარ თავზე. ამ გოგოს ჩავეხუტე, გადავეხვიე, მივულოცე, პანოსაც მივულოცე, კონსტანსაც ჩავეხუტე და შევედი კულისებში. კულისებში გამოვიცვალე, წყნარად ვშვიდად და ეს გოგო შემოვიდა გამარჯვებული და ტიროდა. აი ხმით ტიროდა და მეუბნება ბოდიშიო. მეთქი რას ნუ მებოდიშები, რატომ მებოდიშები? ძალიან როგორ მწხვენიაო, იციო რა მოვიგეო? აი ესე რაღაცებს მეუბნება და მე გული ამით შუყდა, ბავშვია მაინც. რას ეტყვი ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა, რომ კიდევ ერთხელ დადგომოდნენ ჩვენს ქართველს გვერდით და ეთქვათ, რომ საქართველო რუკაზე წერტილია, მაგრამ ძალიან მაგრები ვართ ქართველები. პირველ რიგში მინდა რომ კიდევ ერთხელ, ანუ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი მადლობა გადაგიხადოთ. აი ყველაფრისთვის, ჩემი კარიერისთვის, ჩემი კარიერის აწყობისთვის, იმ ყველა ცენტისთვის, რაც დახარჯული გაქვთ ჩემთვის, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არ იყო მარტივი, იმ ნერვიულობისთვის, იმ სიყვარულისთვის, იმ დაფასებისთვის და მაქსიმალურად ვეცდები რომ ხმა მივაწვინო ყველას, საბერძნეთში ცხოვრობენ ძალიან მაგარი ემიგრანტები და ყველა მალე დაბრუნებოდით თქვენ სამშობლოს. ვიცი რომ ყველას ეს ძალიან გინდათ. გელოდებით, მიყვარხართ და აუცილებლად გამოვნახავ დროს ყოველ წელს, რომ ჩამოვიდე ხოლმე ბოლო რამდენიმე წლის მაგვარად, რომ ჩამოვიდე, მოგეფეროთ კონცერტი, ჩაგიტაროთ
და სიყვარული გამოვხატო აი ეს დაფასება თქვენს მიმართ რაც მაქვს ეს აი უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. კოცნით მიყვარხართ გეფერებით. ვოისი რომ დავასრულოთ, პირველი აი ისე თავში ვბრუნდები, როდესაც გამოხედი, მახსოვს რომ 4-ვე ჟიური რომ იყო შემოტრიალებული, ერთ-ერთმა ელენამ გითხრა რომ საიდან ხარ პირველი კითხვა რაც დაისვა და რომ უთხარი რომ ხარ საქართველოდან, გთხოვეს ქართული სიმღერა. და უცბად ელექტრომან წამოვიდე და ხომ ვუყურებ ამას და მეც ველოდები რომ აი რა სიმღერებს და ლალე იყო აი მართლა ლალე დიული დალე ჩემო ლამაზო სამაშობო შენ გიგენაცალე სრული ექსპრომტი იყო ჩემთვის არასდროს არ მომღერე ფოლკლორიდან ვუთხარი რომ მე არ ვარ ფოლკლორის მომღერალი მაგრამ ცდი მეთქი და ხო რაღაცებს ლაპარაკობენ ერთმანეთში და დავიწყე ლალე ეგრევე გაჩერდა მთელი დარბაზი როგორი სიჩუმე ჩამოვარდა და მახსოვს მე თვითონ კინაღამამეტირა და იქ ბოლოსკენ ხმა მიკანკალდა და გენაცვალეზე ასე ძლივს შევიკავე თავი არ მიყვარს ხოლმე სცენაზე ტირილები და რაღაცები ბატონ მავთო მიქაბერიძემ გაგაცნო გია ბაღაშვილი და უკვე დოდონა ნამორაძეს ვოისის სცენიდან ხედავთ უკვე ფილარმონიაში იუმორინაში ბატონი ავთო მიქაბერიძე მართლა პატრონობდა და დღემდე ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს და მაქსიმალურად მიკითხოთ მოკლედ ბატონი ავთო მე შორიდან ვიცნობ და ალბათ მექნება მიყვარხარ და გაფასებ ძალიან გესტუმროთ კავკასიაში და მოკლედ ესე თქვენი სიკეთეებიც გავაცნოთ მსოფლიოს და საქართველოს აი დოდონა ძალიან დადებითად არის თქვენ მიმართ განწყობილი რომ თქვენ იყავით მისი პატრონი მოკლედ იქ უცხო მიწაზე ასე რომ კი ნამდვილად და ბატონი გია ბაღაშვილი როდესაც მიიწვია იქ ლექციაზე მეც ჩამიყვანა რომ ჩამოდიო ერთი კვირა აქ იყავიო ცოტა დაისვენეო და პლუს უფრო ახლოს გაიცნო ბატონ გია ბაღაშვილს და იქნებ იუმორინაზეც რაღაცა გავაკეთოთო ჩაერთე იუმორინაში მე ჩავედი და იქ რომ ჩავედით როდესაც დამთავრდა ლექცია მის შემდეგ რაღაც ის იყო მივირთვით სუფრა გაიშალა კავკასიაში და უბრალოდ დავჭექი ფორტეპიანოსთან და რაღაცა დავუკარი შოპენი შენ უკრავ კიდეცო ბატონ მაგიამ აბა მეთქი ვუკრავ კიდეც მეთქი მე რაღაც წავიმღერეთ მე იქვე გავრეპე საქსოფონი არ მოასმენინე თუ მე საქსოფონი მე მასწავლა ცოტა გავრეპე რაღაცა პატარა ისინი გავაკეთეთ რეპი ხო იქ იუმორინაში ხო გავრეპე ემინემი I'm Slim Shady I'm the real Shady ხო გავაკეთეთ და აი იქ დაიწერა ბატონი ავთოს მანქანაში ვისხედით მივდივართ რესტორანში რომელიც არის სადღაც 1 საათის სავალზე მანქანით და რა უნდა გვეკეთებინე სამნახანი ვსაუბრობთ რაღაც იუმორინაზეო და მოდიო იუმორინაზეო რაღაცა მოვიფიქროთო და აი აქ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მოდელი როგორ გავაკეთოთ როგორ ჩაერთოსო და ამ დროს დავუძახე ტელეფონს მე ტელეფონში მყავს Siri და Hey Siri აჰა გავცეყოს აი მომეც ტელეფონი როდესაც ტელეფონს ვეძებ ხოლმე ან რაღაცა მინდა რომ უთხრა აი კალკულატორი ჩართე ვეუბნები Hey Siri და პასუხობს და აქაც დავუძახე რომ თუ კალკულატორში რაღაცა მაინტერესებდა ამას პლუსის რამდენია და დავუძახე Hey Siri და და ესო ძალიან მაგარიაო მოდიო Hi დოდონა გავაკეთოთ რო ანუ Hi Siri-ს ნაცვლად Hi დოდონა მე Hi Google-ს ხო ეძახეთ Android-ში Google-ია აი ასე წარმოიშვა ჩვენი Hi დოდონას ამბავი ჩვენ შოუში რომ იმღერე აი სოლაკი და აბანათუბანი ამას ემოდება მოკლედ თელი ჩემი ტელემაყურებელი და მეც ეს არის გავარდნილი ჰიტი სიმღერა ხო სოლაკი და აბანათუბანი ვერცხლიც და ქარვის ქუჩები ძაზეგი შეისეთ საფირონის მზე
შუშაბანდები ეზო დუქანი ღვინო დუდუკი ქეიფობს უბანი მამა დავიცე ბრწყინა სურმუხტის მზე ბახჩა და ბაღი და ფლაბარი ეს ხურუმსაღი უპერებელი უზომოდლაღი სულს დაგიამებს სულს აკბიროსმანი შენი თვრებოდა აქსაიათ ნოვა შენ ალალგოს ეთქოდა და ეთიმ გურჯის ხომ სულ შენ გიბღეროდა შენ იარარადა 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 არშემილი არ აღნიშნო კონცერტი, რომელიც გამართე ქართველი ემიგრანტებისთვის შენ, ბარბარა სამხარაძემ და ანა უსნაძემ, ანუ სამა მშვენიერმა, ასე ვთქვათ, უნიჭიერესმა მომღერლებმა, ასე ვთქვათ, დაატკბეთ ჩვენი ქართველი ემიგრაცია და ერთი ლამაზი საღამო აჩუქეთ და აი ამ საღამოზეც რომ მითხრა. ძალიან მიყვარს ეგ დღე, იმიტომ რომ მართლა აი სამი გოგო ხო ვიყავით, მაგრამ სამი სრულიად განსხვავებული ჟანრის მომღერლები, სრულიად განსხვავებული ტემბრის მომღერლები, ანა უზნაძეს ტემბრი ესეთი მსუყე, ცოტა ძველებური, ქართული, ამ დროს ბარბარა, რომელსაც წკრიალა ლამაზი ხმა აქვს და მე სრულიად სხვა ჟანრში, აი ისე ლამაზად მოვერგეთ ერთმანეთს სამი puzzle pieces, როგორც არის პაზლივით, მოვერგეთ ერთმანეთს ეს კონცერტიც ბატონ ნავთალი მიქაბერიძემ ჩაგვიტარა და გვეხმარა ყველაფერში და ეს იყო ჩემი მესამე კონცერტი ათენში. ანუ პირველი ორი სოლო კონცერტი მქონდა და მესამე მე თვითონ ანუ მე უნდა ჩავსულიყავი და მე ვუთხარი ბატონ ნავთელს რომ მოდით რაღაც ტრიო გავაკეთოთ. ხო ბარბარა მითხრა რომ ის დოდონა დამირეკავ და ხომ არ წამოხვალო და მე და ბარბარა ძალიან კარგად მეგობრობთ. ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და დავურეკე რომ მეთქი ბარბარა რას აკეთებ როგორ ხარ რა ვიცი კარგად აი ათენში რას ფიქრობ ხო არ წავიდეთ ისე საერთოდ თავიდან ისე ვფიქრობდით რომ უბრალოდ დასასვენებლად წავიდეთ მე დავურეკე ბატონ ავტოსთან და მე და ბარბარა ჩაბობდივართ მეთქი კონცერტი ხარ გავაკეთოთ და მე ბარემ ანასაც დავურეკე რომ უკვე ტრიო შეკრულიყო პლუს კავკასიაში აი ყველაზე მეტად რაც მიყვარს რა აი ბატონ ავთოზე მის აი ამ ცენტრზე არის რომ ბავშვებს ასწავლიან პატარაობიდან ქართველებს ეგ არის კი ნამდვილად ქართულად კითხვა, ქართულად წერა, სიმღერა, ცეკვა, პლუს იქ აქვთ უფრო ზრდასრულების გუნდიც ქართული სიმღერების და ესეც ძალიან დაგვეხმარა ეგ მამუკა იმნაძის ხელმძღვანელობით იქ ბანი დაგჭირდება ის დაგჭირდება უკან ანსამბლივით გვყავდნენ ეს ჩვენ სამ გოგოს ძალიან მიყვარს აი მართლა ათენი ჩემი ოცნება იქ ცხოვრება საერთოდ აი ბოლოს ალბათ რა მე ცოტა ეს სიბერეში მეც ვაპირებ რომ ათენში წავიდე თეთრ ქალაქში ცხოვრება თან ის ძალიან მიყვარს პატარა ვიწრო ქუჩები რო არის მანქანით რო ვერ ძვრები ვერაფრით სიმღერას რომელსაც ქართველი ემიგრანტები გთხოვენ რომ აი ხშირად შეასრულო და სოლოლაკი და აბანო თუბანი პირველი მოთხოვნაა ხოლმე და არ არსებობს თუნდაც საქართველოში როდესაც დავდივარ ღონისძიებაზე რაღაც არ არსებობს რომ მხოლოდ ერთხელ ვიმღერო ეს სიმღერა რამდენიმეჯერ გამღერებ მინიმალური არის 2 უფრო ყველაზე ხშირი არის 3 და ახლა ისრაელში ვიყავი ვიმღერე 5ჯერ ეს სიმღერა 5ჯერ მომღერეს თავიდან ბოლომდე იმიტომ რომ ეს რაღაცა მუხტი აქვს ამ სიმღერას სილამაზეებს პლუს ეგ გუჯას ვიოლინო და ხვიჩას გიტარა არის სასწაული კი მართლა და ყველას ძალიან მოსწონს თეთრ კლავიშებს ამას რომ ვღერი ხოლმე თეთრ კლავიშებს თითქოს და შებარვია ეს სიმღერაც მე თვითონაც ძალიან მიყვარს და ემიგრანტებსაც ძალიან მოწონთ ხოლმე. საომავლო გეგმების შესახებ რომ გითხრა დოდონა, სად გიხილავთ უახლეს მომავალში ელოდოს თუ არა ქართველი ემიგრაცია, სოფლიოზე მაქვს საუბარი და არა მხოლოდ ათენის ემიგრანტები, შენს სოლო კონცერტს უცხო ქვეყანაში. დიდი სიამოვნებით, ჩემთვის ყოველთვის აი უდიდესი სიამოვნება ქართველებისთვის ღონისძიების კონცერტის ჩატარება და თან მით უმეტეს თუ ეს ქართველები არ არიან სამშობლოში და არიან ემიგრანტები მონატრებული ამ ქართულ სიმღერას დიდი სიამოვნებით დავგეგმავდი რამე ტურნეს მსოფლიოში ჩვენი ქართველი ემიგრანტებისთვის ამ წუთას უკვე ნელ-ნელა მუშაობ საკუთარ შემოქმედებაზე ამ წელს გაგიზიარებთ იმედი მაქვს ღვთისწყალობით ყველაფერი იქნება კარგად და გაგიზიარებთ ჩემს შემოქმედებას უკვე საავტორო სიმღერებით და ბოლოს რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების სფერებს რომელიც შევქმენი ქართველი ემიგრანტებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის რომლებიც
ახარებენ ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და ჩვენს საქართველოს ასახელებენ. გისურვებთ წარმატებას. მიხარია ძალიან რომ კარგ საქმეს აკეთებთ ჩვენი ქართველი ემიგრანტებისთვის, ესეთ ისტორიებს აშუქებთ, ადამიანებს ართმევთ ინტერვიუს, ვისაც აქვს ამაზე გამოცდილება ემიგრაციის, უყვარს ემიგრანტები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა დოდონა, შენ რომ გამონახეთ რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ნამდვილად მთელი გადაცემა დაატკბე და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მიაჯაჭვე ტელეეკრანთან, რადგან ბევრი ახალი გაიგო ჩვენმა ტელემაყურებელმა. მადლობა შენ გულწრფელი საუბრისთვის. წარმატებები მინდა გისურვო. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლდათ უმშვენიერესი, ულამაზესი და ტკბილხმიანი მომღერალი დოდონა ნამორაძე. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ახლა კადრს დგას და ზრუნავს ჩემს ჩაცმულობაზე და არა მხოლოდ რა თქმა უნდა ულამაზეს გადაცემაზე. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისხილა კი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ასევე გადაცემა მონატრების ფერების ხილვა შესაძლებელია TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.